რაც შემემთხვა დაახლოებით 3-4 დღის წინ მოკლედ მოვყვები, მაქსიმალურად შევეცდები გასაგებენაზე ახსნა და მიზეზსაც, რა თქმა უნდა, ვიტყვი რატომაც ამ ყველაფერს ვცდილობ აღხსნა ხალხს. სცადე რამოდენიმე ჯგუფში ეს ყველაფერი სიტყვით გადმომეცა, არაფერი ზოგს არ ვიცი მაინც გამოუჩნდათ ასე თქვა დამცველები, რომ ვითომ ვცდილობს რა შევარდნათ ეს სახელი გავუტეხო. არა და ათასობით კომენტარიდან, მხოლოდ ალბათ 10 ადამიანმა სადამისი დაცვა და თურმე ვცდილობთ რომ ეს სახელი შევუახო, როტები ვარ და ასე შემდეგ. არ ვცდილობ ამას იმ 10 ადამიანისთვის, რომელსაც ვცდილობ დავარწმუნო. და კიდევ ერთხელ მოვყვები ამ ჩემ ისტორიას. დაახლოებით მოკლედ 1-4-5 დღის წინ, როცა უკვე გამათავისუფლეს სამსახურიდან, ერთი კვირა თავიდანვე ამიყვანეს საცდელი ვადით და შემდეგ უკვე მეტყოდეთ პასუხს. ზუსტად 5 დღის, ერთი კვირის მერე 5 დღე უნდა მემუშავა წესი და 2 დღე დამესვენა. 7 დღე ვიმუშავე და ველოდებოდი რადგან პასუხს. ბოლოს ახლა იმ დღეს, წინა დღეს, როცა ვისვენებდი, ვცადე, მივწერე მენეჯერს SMS-ი, რომ რა ხდება ჩემს საქმესთან დაკავშირებით, რადგან მეც მაქვს რაღაცები გადასაწყვეტი და ვიცოდე დავრჩები თუ არა თქო. ბოლოს მეორე დღეს გამცეს პასუხი ამაზე, რომ მოკლედ უნდა დამემშვიდობო. უბრალოდ მსგავსი შემთხვევა მართლა ჩემ პრაქტიკაში 18 წლიდან მუშაობ, უამრავ სფეროში მიმუშავია, მსგავსი უსამართლობის განცდა უბრალოდ მართლა არ მქონია. ვინც მე მიცნობს, კარგად იციან მე ვინც ვარ და როგორ მიყვარს შრომა, არც არაფერს ვთქაკილობ, არაფერი არ მეზარება. იმაზე მეტი შეიძლება გავაკეთო, რაც ჩემ მოვალეობაში არ შედის. და ეს არა იმიტომ, რომ ვინმეს თავი მოვაწონო. არა, უბრალოდ ეს ჩემი ხასიათია და ამას ვერაფერს ვერ ვუზო. თუმცა, როცა ეს გრძნობა უბრალოდ ვერ მოვიშორე, როცა ადამიანი აკეთებ მაქსიმალურს, ანუ მართლა მაქსიმალურს, ჩემ მოვალეობაში რა შედიოდა გარე სივრცეში, მცენარეების მოწესრიგება, იქ ყვავილები არასწორად იყო, ასევე სალარო აპარატთან ხალხის მომსახურება გაყიდვა ამ ყველაფრის, ასევე ნერგებს ჩითილების ესეთი პლასმასის საკმაოდ მძიმე ყუთების, ერთი ვიღაცას თუ ერთი მოქონდა, მე 2 ყუთი მომქონდა და საკმაოდ მძიმე იყო. ანუ 8 საათიანი გრაფიკში მქონდა 100 ლარი. ვიღაცისთვის შეიძლება ბევრი იყოს, ვიღაცისთვის ცოტა. ჩემთვის ფიქრობ იმ სამუშაოსთვის რაც იყო 100 ლარი, ნორმალურია, ასე ვთქვათ, თუმცა არც ბევრი. და მოკლედ, როცა აკეთებ ამდენ რამეს, ძალიან ბევრი რაღაცა, რასაც ვერ ხედავდნენ, დარწმუნებული ვარ, ვერც მენეჯერი და არ ვიცი, ერთადერთი ვინც ჩემს გვერდით იდგა ის კონსულტანტი, იმას შეიძლებოდა დაენახა. ან არც მას დაენახა, რომ ვცდილობდი, რომ ადამიანები მოვიდნენ, მოდიოდნენ, ვცდილობდი ამეხსა ყველაფერი დეტალურად იქ ინტერნეტში ვეცებდი, რომ აი ესა და ეს სცენარეა, ესე გამოიყურება, ანუ მართლა მაქსიმალური ჩავდე. აი ამ ყველაფერში და ანუ ვფიქრობ, რომ ლოგიკურია თუ გამიჩნდა კითხვა, რატომ, ანუ რა არ გავაკეთე, და რატომ არ ვიყავი იმდენად საკმარისი, რომ მათ ასე ვთქვათ, მოხწონებოდი, ხო? არაფერი, უბრალოდ კითხვა გამიჩნდა. ვცადე ადგილზე მისვლა, მეორე დღეს მივედი, შეხვდა მენეჯერი, რომელმაც ესეთი სახით შემომხედა და რა საკმარისი არ იყო, მე რაც გითხარიო გუშინ და არა მეთქი, რადგან სულ რა მომიყვანა თვითონ, როცა მივედი გასაუბრებაზე სამსახურში, მინდოდა მასთან გასაუბრება. მოკლედ გამოვიდა როგორც ესეთი რაღაცა მშვიდი ძალიან ისეთი სახით, შემიყვანა კაფის შიდა სივრცეში, ჯერ ველოდ 10-15 წუთი შემიყვანა, კაფის სივრცეში იყო ბარმენი, მიმტანი, კიდე ერთი თანამშრომელი და ვაკანსიაზე მოსული დაახლოებით 1-3-4 ადამიანი.
ზუსტად ესე პირისპირ ვიჯექით მე, სურა და მისი მენეჯერი სოფო. არაფერი, ზუსტად უბრალოდ კითხვა ესე, მშვიდად წყნარად დავუსვი, რომ უბრალოდ, გული დამწყდა, მართლა, ძალიან ვიკავები თავს, იმდენად მინდოდა, ტირილიც მინდოდა და ძალიან შევიკავე თავი, რომ როცა ძალიან მიყვარს ისედაც ეს გარემო მომეწოდა სიმართლე გითხრათ, მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ხო ეს ყვავილები, სცენარები და ზოგადად ეს გარემო მომეწონა და გულიც დამწყდა, არაფერს არ ვალავ, არ მივსულვარ ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ მენეჯერს გონია, რომ არ თვითონ შეიძლება ზურასაც რომ მე მივედი იმის გამო, რომ დარჩენა მინდოდა, არა, მაგდენი თავმოყარეობა მაქვს, მივედი უბრალოდ, როცა ადამიანმა მაქსიმალური გავაკეთე და ანუ მე მშვიდობებიან, მიზეზი გავიკო რა იყო, ხო? რა ვიცი. ვიღაცა შეიძლება უხმოდ ადგეს წავიდეს, მაგრამ მე ვიცი ჩემი შრომის ფასი ძალიან კარგად, რა გავაკეთე ამ ერთ კვირაში და ამიტომაც მივედი და კითხვა დამესვა. ზუსტად ესე მიზის წინ ვეკითხები, რომ უბრალოდ მაინტერესებს მეთქი მიზეზი რა არის თქო, ანუ რაც შემოვალეობაში შედიოდა, ან რაც არ შედიოდა, საკმარისი, ანუ იმაზე მეტის გავაკეთე თქო, ჩემი დამსახურებით გაიყიდა ძალიან ბევრი გარედგინდაც ის ნაძვები თქო და ასე, ბევრი აღარ მილაპარაკია, ეს იყო, რასაც ახლა აქ ზუსტად ვაპარაკო. და ესეთი გაფართოებული თვალებით საკმარისი არ იყო? ანუ უბრალოდ საკმარისი არ არისო, უბრალოდ გეუბნებით, რომ არ ვინდაო? ანუ რა ვიცი, არა, საკმარისი არ არის მეთქი, ანუ ხო არსებობს რაღაცა, რომ პასუხი უნდა გამცეთ, რომ რატომ? ანუ მიზეზი რა არის თქო, ხო? და ზუსტად აი ესე მეორედ ვკითხე. აი ესე ზუსტად მიზის ესეა დაახლოებით ალბათ 30 სანტიმეტრში. ესე ძლიერად, საკმაოდ ძლიერად დამირტყა ასე ცხვირწით მაგიდაზე ხელი და გააჩვი აქედან. აი ესე მეუბნება. თან წარმოიდგინე ესეთი საშინელი აგრესიული სახე. ანუ ეს ჩემთვის იმდენად ჯერ ხო მოულოდნელობისგან არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა დამემართა, ვერ მივხვდი რა მოხდა წამებში. ანუ ეგრევე წამოვხდი, რო გამოვბრუნდი, შეუტრიალდი და უთხარი, რომ ანუ თქვენ მეთქი ხა ნორმალური ხართ, ხო? და უსრდელი თქო ეს უთხარი და იქ ვაკანსიაზე მოსულებს მივაძახე ერთადერთი, რომ მეთქი არ გაბედოთ ამასთან უბრალოდ მუშაობის დაწყება, თქო, всё, ეს იყო და ეს. სანამ სახლამდე მივედი, ეს არავის არ უნახავს არ ჩემ ოჯახში, მithkoms არავისთვის, იმდენად სუდად ვიყავი. ანუ მანქანაში. ანუ ესეთი რაღაცა ჩემ ცხოვრებაში უბრალოდ მართლა არასოს არ ყოფილა. ანუ მსგავსი გამცირება არავისგან არასოს არ დამიმსახურებია. არასდროს უბრალოდ არასოს არ ვიქცევი, არ მოვქცეულვარ არც ერთ დამსაქმებელთან, არც ერთ სამსახურში რომ ვინმეს გამოვეშვი და პლუს ესეთი არაფრის გამო ვიღაცა ზურა შევარდნაძე მომაყენა შეურაცხყოფა. უბრალოდ ვერ ვაპატიებ, იმდენად სუდად ვარ, დღეს მეოთხე დღეა, ანუ სხვა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ, იმდენად სუდად ვარ, იმდენად დამცირებულად გრძნობ თავს, იმ დღეს მივმართე შრომის ინსპექციას, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს გააკეთებენ ისინი თავის საქმეს, როგორც წესი და რიგია და ესე ვთქვათ, არ მიიკერძოებენ ამ ყველაფერს. ანუ მე თუ სოციალურ ქსელში ვწერ პოსტებს, ხო, ეს იმისთვის, რომ გაიგოს ხალხმა სინამდვილეში და ეს თურმე მარტო ჩემ შემთხვევაში არ არის. უამრავი ადამიანი ყავს მას ესე შეურაცხყოფილი და არ უნდა გაზდიოდეს ესეთ ადამიანებს სხვა ადამიანების შეურაცხყოფა. აი სულ ეს იყო. კიდე ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ საკუთარ დრო აღარ მყოფთვის. მადლობა და ნახვამდის. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს პასუხი გაეცემა კანონის ფარგლებში.